და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს უკვე მოზარდების დანაშაულის თემაზე ალექსანდრე ლომაია და ნიკა გვარამია უპასუხებენ. მანამდე კი ჩვენი რეპორტაჟი. მოზარდების კრიმინალი საქართველოში უკვე ეპიდემიის სახეს იღებს დანაშაულთან საბრძოლველად ხელისუფლება საპასუხო ზომებს იღებს ახალ კანონზე განათლების სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად მუშაობენ. პროექტის მიხედვით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობას არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგები და მშობლებიც ვერ აცდებიან. დირექტორმა არ თქვა, პედაგოგმა არ თქვა, კლასელმა არ თქვა და მშობელმა არ თქვა. არავინ არ თქვა და ამის შედეგად ადამიანი დაიღუპა. თუ მოზარდთა დაპირისპირების ან შესაძლო ჩხუბის ამბავს სკოლის ხელმძღვანელობა და მშობლები პოლიციას არ შეატყობინებენ, მაშინ მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აცდებათ. განათლების სამინისტრო და გენერალური პროკურატურა ანტისოციალურ ქმედებათა აღკვეთის შესახებ კანონპროექტზე მუშაობენ. თანამდებობის დატოვება ეს არის მე ვფიქრობ მორალური ვალდებულება არის ყველა დირექტორის, სადაც მოხდა ასეთი შემთხვევა, აქ იქნება ის პასუხისმგებლობის ისეთი ზომები გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს დაწყებული ფულადი ჯარიმიდან დამთავრებული თვითონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მთავარი მოკავშირე უნდა იყოს მშობელი და პედაგოგი. ჩვენ თუ ეს ორი მოკავშირე არ გვეყოლა, პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ, რომ ესეთი ტიპის დანაშაულებას მოვერევით. რამდენიმე თვეში თბილისის სასწავლო დაწესებულებებში მეტალო დეტექტორები და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. და სკოლის დირექტორების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მოსწავლეთა გაკონტროლების პრობლემას ეს მეთოდი ვერ უშველის. მათთვის სიტუაციიდან გამოსავალი არის სპეციალური კანონპროექტის შექმნა. 76 სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციასთან აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ. ეს იდეა უკვე განხორციელებულია დიდი ხანია. შეიძლება არ აქვს კანონის სტატუსი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს გაიგოთ ჩვენი რაიონის პოლიციის სამმართველოში, ჩვენ ძალიან ხშირად ვაკავდავთ ხორდახმარებას. დეტექტორი რა თქმა უნდა კაი იქნება და მაგრამ რამდენად გადაწყდება პრობლემა, ეს რაც ხდება საქართველოში პირველ შემთხვევაში არ არის, ხო? მე ვფიქრობ, მაინც მშობლებიც უნდა ჩაერთნენ, აქ მარტო სამინისტრო და სკოლა უძლური იქნება. დანაშაულის აღკვეთის სხვა მეთოდს მიმართავენ 72 სკოლაში. აქ ბავშვებს დასვენებაზე გარეთ არ უშვებენ. შეიძლება ეს არ უნდა იყოს მასე, მაგრამ სკოლა 3 საათამდე იკეტება, ასე რომ ვთქვათ. პოლიციასთან თანამშრომლობით, როგორც მე მგონია, არ მგონია, იმიტომ თვითონ ბავშვებმა უნდა შეიგნონ, ჩემი ასაკის ბავშვები დიდი ხანია გამიგია, რაც ხდება თბილისის სკოლებში. თვითონ ბავშვმა თუ არ შეიგნო, როგორ უნდა დაარწმუნოს პოლიციამ, რომ ეს არ შეიძლება. სანქციების დაწესებას ეჭვის თვალით უყურებენ მშობლები. მათი აზრით მოზარდებში ძალადობის აღკვეთა ფსიქოლოგების დახმარებითაა შესაძლებელი. ფსიქოლოგებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სკოლაზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასერიოზულია. არასრულ წონებში დანაშაულის მატებას ისინი სოციალურ ფონს აბრალებენ. აი ამ ასაკში, როდესაც ხდება ეს დანაშაულებები, მკვლელობები, დაჭრა და ასე შემდეგ, მასწავლებლების ავტორიტეტი არის შესუსტებული ამ ასაკის მოზარდებისთვის. დანები თავისუფლად იყიდება. საბუთით რო იყიდის რა მნიშვნელობა აქვს მაგას. აი ჩვენთან მიწისქვეშ მაგალითად როცა დაიწყო დანების ასე თავისუფლად გაყიდვა, მე დავსვი ეს საკითხი. მაგრამ ვერანაირი უფლება ვერ ჩამოართეს სკოლის წინ, სადაც 1700 ბავშვია დანები იყიდება. ახალი ნორმატიული აქტის მომზადებაში ქალაქის მერიაც ჩაერთო. კანონს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. და უფრო კონკრეტულად როგორ აპირებს ხელისუფლება მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, ამ თემაზე ჩვენ შეკითხვებს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია და განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მიიღებთ კურიერში მონაწილეობას. ბატონო ალექსანდრე, თქვენ დღეს ახსენეთ სიტყვა რეპრესიები, კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც ამ კონტექსტში სკოლებზე ვსაუბრობთ? პირველ რიგში მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თანაგზნობა გამოუცხადო გარდაცვლილების ნიკოლოზ ჩარქსელიანის და ბექა მაყლაკელიძის ახლობლებს ოჯახს. ეს ტრაგედია არის ჩემთვის და მე ვფიქრობ, ეს ტრაგედია არის თითოეული ჩვენი საზოგადოების წევრისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ გამოწვევაზე, როგორიც არის ძალადობა და კრიმინალი მოზარდებში, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჯერ გამომწვევ მიზეზებზე, გამოვიკვლიოთ ეს გამომწვევი მიზეზი და შემდეგ ადეკვატური პასუხი გავცეთ. ასე რომ საზოგადოებრივი პასუხი სამ ნაწილად იყოფა. პირველი არის სწორედ პრევენცია დანაშაულის, ანუ მთელი
იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ შევამციროთ და შემდეგ მთლიანად თავიდან ავიცილოთ დანაშაული. მეორე გახლავთ თვითონ კონფლიქტის მართვა და გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სწორედ სკოლას და მშობლებს და მესამე გახლავთ რეპრესიები, ანუ დასჯა, ანუ ჩადენილი დანაშაულისადმი პასუხისგებლობის გამკაცრება. მესამე კომპონენტზე ალბათ გენერალური პროკურატურა ისაუბრებს, ჩვენ მათთან ერთად მუშაობთ ახალ პროექტზე ანტისოციალური ქმედებების შესახებ და უკვე თვის ბოლოს ჩვენ ამ პროექტს წარუდგენთ, მთავრობის სახელით წარუდგენთ პარლამენტს. მე მიმაჩნევ, რომ მიზანშეწონილად რომ ჩვენ ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზე და იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მაშინ ასე ვთქვათ, რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომ მოზარდების დანაშაულმა მკვეთრად მოიმატა? საქართველოში ასეთი კვლევები არასოდეს არ ჩატარებულა. მე შემიძლია გითხრათ, იმ კვლევების საფუძველზე, რომელიც ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არის 4 ძირითადი ჯგუფი მიზეზების. ეს არის ინდივიდუალური მიზეზი, ოჯახური, სასკოლო და საზოგადოებრივი. ინდივიდუალურში აქ ფსიქოლოგმა ისაუბრა, ეს არის ამასაკისთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული თავმოყარეობის განცდა, ასაკობრივი აგრესია. ოჯახურ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად სახელდება ავტორიტარული ოჯახები, ან ოჯახები, სადაც პირიქით სუსტი არის კონტროლი, ან მშობლებს აქვს დაბალი ავტორიტეტი შვილებთან. სასკოლო მიზეზებში ყველაზე ხშირად სახელდება ან თანატოლების ზეგავლენა, ან ჩაგვრა თანატოლებისგან, ან გაუცხოება საერთოდ სკოლისგან, ხოლო საზოგადოებრივ მიზეზებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ღირებულებები, რომლის გამოვლენასაც მოზარდი ხედავს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. და აი აქ, როდესაც ჩვენ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ისევ და ისევ მივდივართ აი მყალბ ძველ ბიჭურ, ქუჩის ბიჭურ და ეგრეთ წოდებულ კაი ბიჭურ ღირებულებებთან, რომელიც 10 წლეულობის განმავლობაში ინერგებოდა ჩვენს მოზარდებში. ჩვენ როგორც საზოგადოება დღეს ვიმკით აი ამ საშინელ შედეგს, სწორედ ჩვენს მიერ დათესილი ამ ყალბი ღირებულებებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით. ბატონო ნიკა, თქვენი აზრით, რას ნიშნავს პედაგოგებისა და მშობლების პასუხისმგებლობა? აი დანაშაულის დაფარვის შემთხვევაში რა სანქციები უნდა დაწესდეს? მოგესალმებით, მეც შევერთდები გამართულ სამძიმარს და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩემი ჯერჯერობით ხანმოკლე ყოფნის პერიოდში საკმაოდ მძიმე ინფორმაციები ამ თემ დანაშაულებთან დაკავშირებით, ის ინფორმაციები, რომელიც შემოდის მოზარდთა დანაშაულებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ის, რაც მთავრდება მათი გარდაცვალების ფაქტებით, არის სრულიად შემზარავი და აბსოლუტურად პირადად მე და პროკურატურის თანამშრომელს ძალიან მძიმე შედეგს ასვავს და სამუშაო რიტმიდანაც გვაგდებს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების პიროვნული ტრაგედია, ეს არის მოზარდების ამ ქვეყნიდან წასვლა, ისე რომ მათ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრეს მათ ცხოვრებაში და ქონდა ძალიან დიდი პერსპექტივა ზოგიერთ მათგანს სამწუხაროდ. ეს არის ჩვენი ყველას ტრაგედია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უძლურება არ უნდა გამოვავლინოთ ამ სენთან ბრძოლაში და ეს უნდა დავამარცხოთ აუცილებლად. რაც შეეხება ამ სენის დამარცხების გზებს, უპირველესი გზა არის საზოგადოების ჩართულობა. უპირველესი გზა ეს არის მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, კუთვნილებების გარეშე, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა კუთვნილება, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საშინელების, ამ ტრაგედიის დამარცხებაში და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგოთ უკვე ძალიან სწრაფად, იმდენად რამდენადაც მართლა ამან უკვე ეპიდემიის სახე მიიღო, როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ. მე აღარ შევეხები გამომწვევ მიზეზებს, რაც ისაუბრა განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მე უბრალოდ გეტყვით, რომ რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის თვალსაზრისით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე გარკვეულწილად ქალაქ თბილისის მერიაც, იმიტომ რომ ძირითადად ეს ვთქვათ დიდი ქალაქების პრობლემაა და განსაკუთრებით თბილისის, მუშაობთ იმაზე, რომ შევიმუშაოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კანონპროექტი მოვამზადოთ, რომლის პირველადი ვარიანტი შეიძლება ითქვას მზად არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მონახაზია მხოლოდ. როდესაც უნდა იყოს დასრულებული? ჩვენ გეგმავთ, რომ ამ თვის ბოლომდე, თუმცა უფრო ზუსტი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ეს კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში აუცილებლად. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივახციოთ პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით იმას, რომ ესეთი შედეგებს ადგილი აღარ ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა
ანტისოციალური ქცევის შესახებ კანონი იგულისხმებს იმას, რომ მოზარდები, რომლებიც ასე ვთქვათ, რთულად ახსაზრდელები არიან, რომლებიც ასოციალური ქცევებით ხასიათდებიან, მათ მიმართ იყოს გამოყენებული ერთგვარი სანქციები, როგორიც არის მაგალითად მათი გარკვეული საათებში გარეთ გაუსვლელობა, მათი ასე ვთქვათ შეზღუდვა მათი გადაადგილებისა, მათი ქცევის რეგულირება, დამატებითი რეგულირება და ასე შემდეგ და ასევე სკოლაში წესრიგის დარღვევისთვის განსაკუთრებული სანქციები, რასაც რა თქმა უნდა ჭირდება განათლების სამინისტროს პოზიცია, იმიტომ რომ ისინი არიან ექსპერტები ამ სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგულირებების გარეშე შედეგი იქნება მიუღწეველი და ესეთი პრეცედენტები არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით გამონკვეთილი. ბატონო ნიკა, რაც შეეხება მშობლებს და პედაგოგებს, ეს განსაკუთრებით საინტერესო მომენტია მათი. შეეხება მშობლებს და პედაგოგებს. პირდაპირ გეტყვით, რომ მათი თანამონაწილეობის გარეშე ეს პრობლემა არის დაუძლეველი. შესაბამისად, ჩვენ მოუწოდებთ ყველას საღი აზრისკენ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში ძალიან, ასე ვთქვათ, მთელი მათ ხელთ არსებული გზებით, იმიტომ რომ ეს უშუალოდ მათი შვილების, ყველა საზოგადოების წევრის და უშუალოდ მათი შვილების პრობლემა შეიძლება გახდეს ხვალ კი არა დღესვე. ამიტომ რეალურად თანამონაწილეობა სამართალდამცავ ორგანოებთან, განსაკუთრებით პედაგოგებს ევალებათ ყველა ფაქტი უკვე შემდგარი კი არა, ფაქტი, რომელიც შეიძლება ჩანასახოვანიც იყოს, უნდა იყოს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირისთვის და შესაბამისი დაწესებულებისთვის, იმიტომ რომ ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით დანაშაულით არ დამთავრდეს ვიღაცის შეფასებით, კომპეტენტური პირის ვთქვათ ჩარევის შემდეგ მართლა შეიძლება იქნეს მინიმიზირებული შედეგი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ესეთი ფაქტები აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ესეთი ფაქტები, ესეთი ტრაგიკული შედეგი აღარ უნდა განმეორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა ესეთ ფაქტს, როგორც მე უკვე გუშინ განვაცხადე, გამოვიძიებთ არა მხოლოდ დანაშაულში მონაწილე პირების მიმართ, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მოსწავლეთა, მათ შორის უსაფრთხოებაზე და სკოლაში სიარული მხოლოდ სწავლა-განათლებისთვის არ ხდება. სკოლაში, როცა ადამიანი მიდის, მას გარანტირებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, ყველა მასწავლებელი ვალდებულია, რომ არა მხოლოდ განათლება გადასცეს ბავშვებს, არამედ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოში. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, რამდენიმე წუთში კვლავ დაგიბრუნდებით. ახლა ბატონ ალექსანდრეს მინდა ვკითხო. მოზარდებზე სამართალდამცველების მუდმივი კონტროლი, ბატონ ალექსანდრე, ხომ არ გამოიწვევს უკვე რეაქციას მოსწავლეებისგან? სინამდვილეში ეს არის აპრობირებული ზომები, რაზედაც საუბრობდა გენერალური პროკურორის მოადგილე. ზომები ფართოდ გამოიყენება ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. აქ არის საუბარი სწორედ პრევენციაზე, იმ ახალგაზრდების მიმართ თუ მოზარდების მიმართ, ვინც არის შემჩნეული ანტისოციალურ საქციელში. თქვენის ნებართვით მე მინდა დაუბრუნდე ღირებულებებზე საუბარს და შემდეგ ალბათ მექნება შესაძლებლობა რამდენიმე რჩევა მივცე სკოლასაც, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღირებულებებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა აწლეულობის განმავლობაში რის მიმართ პატივისცემას ვასწავლიდი ჩვენ მოსწავლეებს, აქ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ცოდავდი, ძალიან ხშირად აი ეს ყალბი ქუჩის რომანტიზაციამ და ყალბი ღირებულებების დათესვამ სწორედ მოგვცა ეს შედეგები. ის რაზედაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მოსწავლეებს სახლშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც და სხვა დაწესებულებებში, ეს არის შრომა, თავმდაბლობა, განსხვავებული აზრის, შეხედულების მქონე ადამიანის მიმართ მიმღეობა, დაშემწყნარებლობა, პასუხისმგებლობა, სიბეჯითე, ორიენტაცია წარმატებაზე, ზრდილობა, პუნქტუალობა და არა სიზარმაცე. ხშირად გაიგებთ, ზოგი სიკეკლუსითაც კი ამბობს, რომ ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. ამაზე დიდი წყევლა ძალიან ძნელი მოსაფიქრებელია, თუ ნიჭი აჩუქა ღმერთმა ადამიანს და ის ამ ნიშნას წყალს გაატანს. და არა ქედმაღლობა, არა გაუტანლობა, არა წუწუნი და სხვებზე გადაბრალება პასუხისგებლობის, არა აქ მინდოდა მეთქვა, რომ კომპრომისის კულტურა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის კომპრომისის კულტურა და არა ის, რომ როგორც ხშირად ამას ქუჩაში გაიგებთ, ამ ზოგი მშობელიც კი ასწავლის, აბა რა ბიჭი ხარ თუ შეგინება აიტანე, რა ბიჭი ხარ. აი ერთ-ერთი ამ ორი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთ-ერთი პოლიციის ვერსიით უკავშირდება აი ესეთ თითქოს და უწყინარ ბანალურ იმას, მხარი გაკრა ერთმა მოზარდმა მეორეს და ეს დამთავრდა სწორედ ასეთ შედეგით. ანუ ეს
ყალბიღირებულებები არის შექმნილი ჩვენს მოზარდებში ჩვენს მიერ, რომ თითქოს თუ ბატონო ალექსანდრე, რამდენად დაარღვევს ამ ღირებულებებს ის კანონპროექტი, რომელზეც ახლა თქვენ მუშაობთ? კანონპროექტი ვერ დაარღვევს ღირებულებებს. ღირებულებები და ჯანსაღი ღირებულებები უნდა დავნერგოთ ჩვენ ყველამ ერთად და აი აქ სწორედ ჟურნალისტების როლი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ის თუ რაზე ვაკეთებთ აქცენტებს, როგორ ვაშუქებთ მოვლენებს, რას ვანიჭებთ უპირატესობად ჩვენს ეთიკურ შეფასებებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტელეკრანებს უსხედან მოზარდები, ისინი უყურებენ გადაცემებს, გასართობ გადაცემებს, საინფორმაციო გადაცემებს და სამწუხაროდ ისინი ყოველ საღამოს ხედავენ არა იმ პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების ბრალი, ეს მთელი საზოგადოების ბრალია, არამედ სრულიად საპირისპირო პრინციპებს. მაგრამ მე არ მინდა ისე დამთავრდეს ეს გადაცემა, რომ რამდენიმე ფუნდამენტური ან ძირითადი რჩევა მაინც არ მივცეთ. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ბატონო ალექსანდრე, იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება, ბატონო ნიკას სკოლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რჩევების სკოლებს, ნუ დაფარავთ დანაშაულს, ითანამშრომლეთ პოლიციასთან. კონტროლი უნდა დაწესდეს უკომპრომისო უცხო პირებზე, სკოლაში ან სკოლის ტერიტორიაზე. კონტროლი უნდა დაწესდეს გაცდენებზე. გახსნილობა მოსწავლეების მიმართ და ის დემოკრატიული ღირებულებები თვითონ სკოლაში უნდა დაინერგოს. კაცრი ეთიკის და ქცევის კოდექსები უნდა დაინერგოს სკოლაში. აი მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლები მოქმედებენ ასეთი პრინციპით. იჩხუბე სკოლაში, გაირიცხები და შეიძლება ბევრმა სხვა სკოლამ არ მიგიღოს და ასეთი მოზარდებისთვის სპეციალური სარეჟიმო სკოლები არსებობს. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ასეთი სარეჟიმო სკოლის შესაძლებლობას. ვასწავლოთ არგუმენტების ძალა და არა ძალის არგუმენტი. რჩევები მოსწავლეს, ნუაყვების სიბრაზეს. მოერიდე ისეთ ჩვენ თანატოლებს, ვინც ვერ მართავს თავის სიბრაზეს და ემოციას. მოერიდე უცხოებს, ნუ გააცდენ გაკვეთილებს. თუ ხედავ რომ კონფლიქტი მწიფდება შენ თანატოლებს შორის, აუცილებლად შეატყობინე ვინმეს. თუ გეშინია რომ შენი ვინაობა იქნება გამხელილი, ანონიმურად შეატყობინე. გასაგებია ბატონო ალექსანდრე. მშობლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აი რამდენიმე დღის წინ მითხრა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, სხვათა შორის ერთ-ერთი ცენტრალური სკოლის დირექტორმა მე-6 კლასელს აღმოუჩინა უზარმაზარი დანა და როდესაც ამის შესახებ შეატყობინა მშობლის რეაქცია იყო აბსოლუტურად ინდიფერენტული. თითქოს დანა კი არა, რაღაც საშლელი ედო ჯიბეში. ასე რომ გაიცანი სკოლა, გაიცანი შენი შვილის მეგობრები, ალექსანდრე, როგორ ფიქრობ პოლიციასთან. ბატონო ალექსანდრე, ბატონო, ყურადღებით მოეყარი თუ შენი შვილი მოიტანს უცხონივს, ან უცებ გაუჩნდება ფული, ან სხვა რაიმე ძვირფასი ნივთი, როგორც არის მობილური და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის ნიშნები იმისა, რომ რაღაც ცუდი, რაღაც ხიფათი გვიახლოვდება ჩვენს ოჯახებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ ამ ხიფათს, რომ მერე არ იყოს გვიან, როგორც იყო ეს გუშინ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, ჩვენ კვლავ ბატონ ნიკას უბრუნდებით. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ბატონო ნიკა, არის თუ არა არის შემთხვევა, როდესაც იარაღი სკოლაში საერთოდ არ იყო მიტანილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს დანაშაულს. აი ამ შემთხვევაში ხომ არ დაისჯებიან ტყუილად პედაგოგები? არა, პედაგოგების დასჯაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეეძლოთ ისინი ფლობდნენ კონკრეტულ ინფორმაციას და უბრალოდ უგულისხმობთ მოეკიდენ ამას, ან შეგნებულად ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არ არის ინფორმაციაზე დანაშაულის შესახებ, მხოლოდ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება დანაშაულის წინაპირობა გახდეს და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესეთი ასე ვთქვათ უტრირებული ტემპერამენტის პირობებში დანაშაული, როგორც აქვს მოზარდებს. რაც შეეხება მშობლების პასუხისმგებლობას, თქვენ ამაზე ისაუბრეთ. ანტისოციალური ქცევების შესახებ კანონი ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინებთ მშობლების პასუხისმგებლობაც. თავისთავად ცხადია, ყველა მშობელი ვალდებულია აკონტროლოს თავისი შვილი. მშობლის უფლება ნიშნავს ვალდებულებას რეალიზაცია მოახდინოს. ვალდებულებას აღზარდოს შვილი კეთილგონიერად და კეთილგანწყობილად და სხვისთვის ხიფათის შემქმნელი არ უნდა იყოს ბავშვი, ესეთი აღზრდის პირობები უნდა ჰქონდეს მას და რაც მთავარია, მშობელი უნდა აკონტროლდეს ყოველდღიურად თავის შვილს, გააქვს თუ არა მასახლიდან იარაღი და ასე შემდეგ. და თუ ის გაფრთხილდება რამდენიმე გზის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ან პედაგოგების მიერ, რომ მის შვილს აღმოუჩინეს ან იარაღი, ან ის ძალიან ხშირად ჩხუბობს და მას არავითარი რეაქცია ამაზე არ ექნება და ეს გაგრძელდება ისევ იგივე ასე ვთქვათ ტენდენციის სახით, მაშინ მის მიმართ რა თქმა უნდა იქნება გამოყენებული სანქციები და თავისთავად ცხადია ეს სანქციები არ იქნება სისხლის სამართლებრივი წესით, ეს სანქციები იქნება ძირითადად ადმინისტრაციული სახის და ალბათ საუბარი იქნება ფულად სანქციებზე, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არა ვარ, თუმცა მოძრაობს სწორედ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ბატონებო.